Hi, დილამშვიდობის მეგობრებო. როგორ ხართ? თბილისში გვაქვს არაჩვეულებრივი ამინდები, რის გამოც აი უბედნიერესი ვარ და ამაშიც კი მცხელა ხალხო და ოღონდ რა ჩავიცვა, აღარ ვიცი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, იმით ვერ ვივლი ახლა კაინგით. უკვე აცივდა. კონცერტით ავაყენე. აი გამოფხიზლება უჭირს და ტიგრის ჭირვეულობს, მაგრამ იმედი მაქვს რომ ზიანი დღე გვექნება, იმიტომ რომ რა ვიცი, რუბენი არ დამთამაშებს. იწვი მაღამე კარგად, მაგრამ დილა ისეთი დამხვდა, როგორც მე მიყვარს. ასე რომ ბედნიერ ერთხელს გისურვებთ ყველას ხალხს. ეს რაღაც ჯანდაბის ეკვესია არ გამიგარა. მოდიდე, მარიკო. შენ მოკიდე დედას. ტრადიციულად მაღაზიაში შევიაროთ, ვიყიდოთ ნახეთ ბანანი. ერთი ახლა მივთვალს, ერთი სახელს. ეს უკვე ტრადიციად გვექცა, რაც მომწონს ძალიან, იმიტომ რომ ბანანი ძალიან კარგია. ამიტომ იგი ვართ ძალიან დაუგეგმავად და მოდნელად გადაწყდა კვირას ჩემი და მარიკოს ჩხოროწყუში წასვლა. ჩემს რეჟისორს გარდაეცვალა ძმა. აი რომ ამბობ ხოლმე ნანი ჯაიანს რო ვახსენებ ხოლმე ქავატონანის ისი ძმა. და პარალელურად არის ჩემი მისის მადოს რო ვახსენებ ინგლისურის პედაგოგის მაზლი. სამსაყვარლო. ხო და მოკლედ პანოშიძე მივდივართ მარშრუტკით ჩხოროწყუში. რა თქმა უნდა უსაშველო გზა გვაქვს და მე რა თქმა უნდა დრამინა ყველა ვარიანტში მომიწევს რომ მივიღოთ არა ერთი, არამედ ორი. იქიდან აქება. ერთადერთი რისი იმედიც მაქვს ეს არის რომ ჩემი გოგოები რა თქმა უნდა ბავშვთან დაკავშირებით მომეხმარებიან. გავასაყვარელო? სიცივე არ მიყვარს. არ გიყვარს სიცივე, ჩემო სიცოცხლე. სხვათა შორის მარიკო ძალიან ხშირად მეუბნება რომ დედა მე მიყვარს მზე. აი ძალიან ხშირად მეუბნება, მე მიყვარს მზე. ესე იგი ხო და მივიღე რჩევები. არაფერი არ გაქვს. შენ შეგრძნება გაქვს შვილო. ის არის. გუშინ კომენტარებს გადავხედე, ვერ ვიცლი, აი უსაშველო დიდ ბუდიშს გიხდით ხალხო. დიდად კომენტარებისთვის რო ვერ ვიცლი. აი ყველა მეკითხება რომ როგორ ახერხებ იმას, რასაც ახერხებ. არ ვიცი, უბრალოდ ასეთი ვარ. მარიკო, გამოდი. მოდიდე. რავი სწრაფი, არ ვიცი რა ვარ მოკლედ. მიხერხდებ არა. ძალიან დიდი ენერგიის და სირთულების ხარჯზე, მაგრამ გამოდის. ნუ ახლა უშრომელად უკაცრავად, არაფერი არ გამო. ფეხსაცმელთან დაკავშირებით მივიღე რჩევები. თქვენგან მადლობა. დაიწერა ბევრი ვერსია. ხო და არ ვიცი მოკლედ. მინდა აღნიშნო რომ ერთი ზომით დიდ ვყიდულობ ხალხო ყველაფერს. ყველაფერს. და მაინც ეს პრობლემა მაქვს. მოდიდე. ხო და ვნახოთ რა ვიცი. ბოტასების რომ მირჩიეთ, ბოტასებზე გადადიო, ბოტასებზე ვარ და იმან დამაგლიჯა ფეხები. მოკლედ ყველა ფეხსაცმელი ჩემთვის სულ ერთია რომელი იქნება, არის დიდი დისკომფორტი. არ ვიცი. ხო და ვნახოთ. ეხლა წარმოვიდგინე საყინულეში რომ ვალაგე ფეხსაცმელებს და წავედით დეჩეს მეუღლესრობებნები რომ ყობა გეხოწებ რა კოტლით ვიდებ საყინულებში და გამოიღე და რო აღებს და ფეხსაცმელები ხდება. აი მე და ძალიან ცუდად ვარ. წავიდეთ წყარში ვიყიდოთ რამე მარიკოსთვის. ბანანი და რამე.
ბარი. ორნაბიჩი უფრო არის ხოლმე დაბალ ფასში ეს ბარნი, მაგრამ 8-ზე იღება ბატონო და მე 8 საათი უკვე მეტროში ვიყავი და ამიტომ 10 წუთი კიდე ვერ დაველოდებოდი. აი მე ხარ წარმოვიდგინე საყინულეს რო აღებს სუდად ხარ. რა საყვარელო? რავდე? ესეთი სიჩი როგორ მიცი არ ვიცი საყვარელო, მე ამით ვეთყვი რომ ძალიან გთხოვ. ჩემი შვილი შეწყო. წავედით. აი არ შემიძლია ეს ბავშვი. ანუ ქარიშხალი აი ადგილას ხალხო აი სპარის და გრანოს ჩაყოლებაზე არის ხოლმე აი მე თმამიშველეთ ქარიშხალი. ანუ ფოტო გადავწყვიტე ასე კატარუსავით მევლო ეხლა მე ცოტა ვერ მივხვდი, მაგრამ არის სადღაც ეგეც მომწონს ალბათ არ ვიცი. ნერვები არ მაქვს. პარასკევტოს ნერვები აღარ მაქვს. უბრალოდ ჩვენ 5 შაბათიდან უკვე ნერვები აღარ გვაქვს ხოლმე, მაგრამ ანუ 5 შაბათს უკვე ვიცი რაღაცა გჭირს. უკვე გვეთყობა ხოლმე რომ ძალიან ვიხლებით. ყველა. ყოჩახდე, ყოჩახ. რა თქმა უნდა, ახლა ქუჩაში კვების მომხრე არა, მაგრამ ამაზეც თანახმავარ თუ შეჭამს. თუ გინდა შუა ტრასაზე დავჯდეთ და როცა აინთება და შეგვიძლია რომ ვიდგეთ იქ მივიშთვა და ყველაფერზე თანახმავ. დილამშვიდობის მეგობრებო. როგორც იქნა ვისვენებ. როგორც იქნა, როგორ ხართ ჩემო საყვარლებო რაშვებით. გამირთულდა, ანუ შემთხვევით ავიგლიჯე და გამივარეს და მარიკოს ზინავს, მაგრამ იშმუშნება და ალბათ წამიწამზე. გაიღვიძებს. წეღანავდე კი სანამ პირი ისა მოწესრიგდი. მოვიდა ყავის დრო. მაგრამ ისე ვარ. გათიშული. გოგოებო, არ ვიცი თქვენი შვილები როგორ არიან. დაახლოებით ალბათ ასე როგორც მე ვარ. აი ესე იგი ყავის დალევაზე რომ დავჯდებოდით და დავჯდებით ან საკვების მისაღებად, მაშინ ღვიძებდა მარიკო, აი ძალიან პატარა იყო. როცა ეს აღმოვაჩინეთ მე და ჩემქვა რომ აი ანუ გველოდებაო. ვიცით ხოლმე გველოდებაო. ძალიან ჩემნანის ვესაუბრე. მეჩხორო წყუში ამ ეს დღეები ეს ორი დღე არ დავურეკე სპეციალურად, იმიტომ რომ ღმერთმა ყველას აშოროს თეთრმამიშვილის ტკივილი, მშობლის ტკივილი, რამდენად ანუ არც მინდა ამის წარმოდგენა. ძალიან ეხوارიან ადამიანები, რომ ისეთი ბევრნაირი. ეს სულ ვიცახმე, ნანი არის ნანი. აი ხაზარი არისტოკრატულია და მანერა, ანუ ძალიან სხვანაირია რა. მე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ. მრავალი წელია. და ჩემს ცხოვრებაში არსებობს. აი, ბედნიერესი ვარ. კარგი, აღარ დაგამძიმებთ ხარ რაღაც ესეთი ამბებით. ესე იგი, გუშინაც მინდოდა ამ თემაზე მესაუბრო, მაგრამ გუშინ ვინ მოიცალა მაგისთვის. ესე იგი, გოგოებო, ეს გოგონა არის TikTok-ზე უფრო აქტიური, მაგრამ YouTube-ზეც არის მოკლედ. კაი ხანი უკვე დაწყებული აქვს YouTube-ზეც თავისი როგორც მე ყოველდღიური რაღაცების დადება, დღის, კვირის და ასე შემდეგ.
ხო და შემთხვევით წავაწყდი მის ვიდეოს ესე სკროლისას YouTube-ში, სადაც საუბრობდა, რომ თხოვდებოდა და მოკეთ რა მოხდა. და მე თქვენს გაგიზიარებთ, იმიტომ ამას ყვება ძალიან საჯაროდ და ეს არ მარტო YouTube-ზე, TikTok-ზეც ამას ყვება და მოკლედ რა, ძალიან სახალხო ამბავია ესე რომ ვთქვა. ყავდა უცხოელი შეყვარებული, აქ არ ცხოვრობს ეგოგო. უკვე ძალიან დიდი ხანი იყვნენ ერთად და ამ ბიჭმა ხუთხოვა ხელი. და ეს გოგო ყვება, რომ ამის მერე დაიწყო მთელი ომიო, ანუ ხელი თხოვა. ნუ ისედაც არ იყვნენ ამ გოგოთი აღტაცებულები, რომ ცოლად უნდა მოიყვანა და შეყვარებული იყო. ეგიდან გამომდინარე, რომ რელიგიით არ შეესაბამებოდნენ ერთმანეთს. ეს არ დაუკონკრეტებია, რა ვიცი, მე ვერ არას მიეკუთვნებიან, მაგრამ ყვება, რომ არის იქ ეკლესია, სადაც ჯვრის დაწერა ასე არ ხდება. მარტივად. და მხოლოდ მათი სარწმუნოების ადამიანებზე ქორწინდებიან. აი ძალიან გულთან მივიტანე ამ გოგოს ამბავი, რა, აი ძალიან. რამდენად დიდი ტკივილი მიადგა ამ გოგოს, ამ ბიჭს რამდენი დრო გაატარა, რამდენი დღე და რა ვიცი, დიდი ხნის ურთიერთობა ჰქონდათ. და უფრო მეტად გააქტიურდა ეს ბიჭის ოჯახი, როცა გაიგეს, რომ დანიშნა, რაღაცა ყველაფერი შეუწყვეტესო, საარსებო რასაც აქამდე უკეთებდნენო, ესაო, მოკლედ ძალიან დიდი ის გადაატანინესო ჯანმრთელობა და მერეო ცოტა ხანი დავშორდითო, რამდენიმე დღე და მერე შევთანხმდითო, რომ ვითომ დავშორდითო, არავინ არ იცოდო და ვაგრძელებდით ურთიერთობასო, თუმცა ნუ ახლა დასამალი ყოველთვის გასკდება ეგეთი ამბები. დასამალი რო გინდა იყოს, ვერ დაყალავ ეგეთ ამბებს რა. ნუ საბოლოო ჯამში მოკლედ ამ ბიჭმა მიწერა რა, რომ მე ჩემს ოჯახს ვერ დავკარგავ ერთი სიტყვით და ძალიან მალე უსწრაფესად ამ გოგოს მიწერეს, რომ ჩემს მეგობარზე ქორწინდებაო, შენი შეყვარებულიო. აი ვერ ვხვდები და მომკალით თუ გინდათ, აი სულ რო ვიზახდით ხოლმე, რომ იმედე და აქაც ადრე ეგრე ხდებოდა თუ რა თურქეთში არ ხდებოდა და კიდევ უამრავ ქვეყანაში, სადაც თავისი სარწმუნოება, თავისი კულტია და ისეთი ის არის, რომ ფეხსა შეგადგმევინებენ იმ ოჯახში, ხო? ეს მარტო ჩვენთან არ ხდებოდა ადრე, რომ ქართველი უნდა მოიყვანოთ ცოლად თუ რაღაც. ეს გოგო არის განადგურებული. მე სკოლიდან დამეკა, აი განადგურებული. მთელი გულით მეწოდება, რომ ფუჭად დაკარგა ამ ბიჭთან ეს დრო და უსაშინლესი პერიოდი აქვს და ექნება, ესე მალე რა თქმა უნდა არ გაივლის ეს ყველაფერი და ვერ გაივლის. რა თქმა უნდა, ხა ის გოგო ვიზეს ქორწინდება, არაფერ შუაში არ არის მათ დაშორებასთან, იმიტომ რომ მადამდე დაშორდნენ ერთმანეთს და მე ალბათ მოუძებნა ოჯახმა შესაფერისი გოგო. ერთ-ერთი რაც არ მომეწონა არის ის, რომ ის გოგონა, ვინც მისი ყოფილის ახლანდელი საცოლია, ამჟამინდელი, ძალიან არასასიამოვნოდ მოიხსენია და მის რაღაცა ფიზიკურ რაღაცებს გაუსვა ხაზი, რაც შემთთვის არის მიუღებელი, სხვა ქალის დამცირება, იმიტომ რომ ნუ რაღაცა შემთთვის დამცირება არ არის ჩემთვის მისაღები, როცა უშუალოდ მას არ დაუნგრევია შენი ურთიერთობა, ხა, როცა შენში დგას და იდგა და ეს სხვა რამეა და როცა დაშორდები და მე რაღაცას გამოუჩხრიკავენ თუ რაღაც, ეგ არის საერთოდ სხვა რამე. და ჩემთვის არ არის მისაღები ასე ადამიანის დამცირება. რომ რაღაცა ესე შრება გარეგნულათო, რაღაცაო დაბალიო, ანუ აი დავიშოკე
არ მომწონს რა ზოგადად, როცა სხვა ქალს მოიხსენიებთ ხოლმე ასეთ დროს ამ ჭრილში. არ მომწონს და არ მსიამოვნებს ძალიან და რაღაცა დამეკარგა თითქოს წარმოდგენა რა ამ გოგოზე, იმიტომ რომ რაც ძალიან არასასიამოვნო იყო ამის მოსმენა. უბრალოდ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალო ტკივილს განიცდის ახლა ეს გოგო, ამა ბავშვობა გავატაროთ, რომ იმ ხელა ტკივილის მატარებელია და ახლა ისია გული გაგლეჯილი, რომ ალბათ რა სამბობს უკვე აღარ იცის. თუმცა ვფიქრობ, რომ ხალი ზოგადად ხალი და ახლა იმ კონკრეტულად იმ ადამიანზე არ მაქვს საუბარი, არ არის რა რეკომენდირებული ქალებო, რომ ასე ვისაუბროთ სხვა ქალზე, თუ კი უშუალოდ მას არ დაუნგრევია თქვენი ურთიერთობა და ისედაც ხა ძალიან არასასიამოვნოა, რაღაცა ჯანსაღი რაღაც თქვი, რაც უბრალოდ თქვი, რომ ანუ არ შეესაბამებიან ერთმანეთს, არ შეეფერებიან უკაცრავად, არ მოსწონდა მსგავსი ტიპის გოგოები და რაღაცა გაკურვებული ხარ, მაგრამ ესე რომ აი რაღაცა დაბალი და ანუ მე გულზე მომხვდა ძალიან. ხო და რეალურად რის თქმა მინდა ძალიან ბევრ ეტაპს გავდივართ ქალები ცხოვრებაში, რა ძალიან ბევრს. არა მარტო ქალები, კაცებიც ნახე ამ ბირს რა დონემდე უყვარდა ეს გოგო, აუმხედრდა ოჯახში ის, მაგრამ საბოლოო ჯამში მოკლედ რა როგორც არის, მაინც ქორწინდება ისეთ ქალზე, როგორც მის ეკლესიას შეეფერება. ძალიან რთულია, როცა სხვადასხვა რელიგიას მიეკუთვნებით. ძალიან რთულია. თუმცა ხა მის ოჯახმა იცოდა, ამ ბიჭის ოჯახმა რამდენი ხანი სულ ერთად იყვნენ და სხვა რელიგიას მიეკუთვნებოდა. ამიტომ რაღაცა ბოლოს თავის გაგიჟება, ალბათ იფიქრეს ერთობაო და მე რომ ამან თქვა რომ არა, ძოლად მომყავს, ალბათ მე გაგიჟდნენ, რა ვიცი. თუმცა როცა იცი რომ სხვადასხვა რელიგიას მიეკუთვნებენ და მაშინ თავიდანვე უნდა გაგიჟდე რა. რეპეტიცია გაატარე, შენი შვილი ხა სხვა ქალთან თუ რა ხდება, ვერ გავიგე. ძალიან არასასიამოვნოა. და არის შემთხვევა, რომ გადმოდის შენს რელიგიაზე. ასე შემდეგ, თუმცა არაფერმა არ გაჭირა მგონი. ეგეც ვიფიქრეთო და თუ დაგვრსავდნენ მოკეთნებასო როგორ თქვა იცით, ჩემი ოჯახის წევრები მაინც ვერ იქნებოდნენო ჩვენს ბედნიერ დღესო, იმიტომ რომ იმ ეკლესიაში არ შეუშვებენ სხვა სარწმუნოების ადამიანს. ვფიქრობ, ეგეთ ოჯახში აი ალბათ ძალიან რთულია ფეხიში თქვა. ძალიან რთულია და ძალიან ისეთი ამბავია, როცა სხვა წყვეტს ცხოვრებას და შენ უბრალოდ უძლური ხარ. არ იყო ალბათ იმ ხელა გამბედაობა, იმ ხელა ბევრი რამ, რომ გამკლავებოდა ეს ბიჭი ამ ყველაფერს, მაგრამ რეალურად როცა იცის ადამიანმა რა ხდება და რომ სარწმუნოების ადამიანებზე ქორწინდებიან და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ცოდნოდა თავიდანვე, რომ ეს არ იქნებოდა მარტივი გზა, მაგრამ რა ვიცი, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა ამისათვის მზად და რამდენ ეტაპს გავდივართ, ხო, ადამიანები, ზოგადად რამდენ ტკივილს ვატარებთ. აი, რამ ხელა განცდები გვაქვს და საერთოდ რამდენ რამის გადატანა გვიწევს. ძალიან მეწოდება ეს გოგო. საქართველოში არ ცხოვრობს, ზოგადად არის. თორცდები ამერიკაშია. თუს მე არ მახსოვს მოკოთ სად არის. თუ არ ამერიკაში, არ ვიცი მოკოთ რა მუშაობა. ძალიან მტკივა ხოლმე ეგეთი ამბები რაღაცნაირად როცა ვიგებ რა, იმიტომ რომ ქალები ძალიან მეცოდებია და ძალიან მტკივა ხოლმე რაღაცნაირად გული და შემტკივა. მე მაგალითად ძალიან კარგად მქონდა ჩემს თავში დალაგებული გოგოებო, რომ არ გავყვებოდი მაგალითად თურქ მამაკაცს მაგალითად ვავიღოთ. იმიტომ რომ ჩემი სარწმუნოება და მათი სარწმუნოება იმდენად სხვადასხვა, რომ სულ ვიძახდი, რომ
მეთქი აი მაგ სარწმუნოებას ვერ მივიღებ. და სულ ეს რაღაცები მქონდა ხოლმე. მე გეუბნებთ აი ძალიან პატარა რო ვიყავი რა. თუმცა არც ახლა არ შემცვლი არაფერი. ყოველთვის მინდოდა ყოფილიყავი ისეთი ადამიანის მეუღლე, რომელიც რაღაცა ერთ ბაგაზე ვიყავით დაბმულები, ასე რომ ვთქვათ რა. თუმცა სიყვარული ისეთი რამე ვერ განსაზღვრო, ალბათ არც არავის შემყარებია, ხა ისე რომ ხო ხვდებით რა. თუმცა მაინც ალბათ არც დავიწყებდი ურთიერთობას, თუ კი გავიგებდი, რომ მაგალითად არის მუსლიმანი და ასე შემდეგ. ნუ არა, ალბათ კი არა. აი ამ თვალის ქალმა ხალხო გამაგიჟა რა. აი მითხარ რომ შევიყოთ და ესე ვიპყადო. თუმცა ადამიანები არიან რომ უყვარდებათ და უკვე всё იქ მთავრდება ყველაფერი და იღებენ მათ სარწმუნოებასაც და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ვაიმე დედა რატომ ეფხან? ვერც მათ ვერ გაამტყუნებ უყვარს და ის, მაგრამ მართლმადიდებელი მინდოდა ყოველთვის რა. ასე მქონდა რაღაცნაირად აი აქ. რა თქმა უნდა, ის იმას არ ნიშნავს, რომ სხვა რაღაც ეს მე დაცუდი ადამიანი თუ არა, უბრალოდ ნუ ჩემთვის ეს მომენტი იყო. დავიცით თქვა როგორ ფიქრობთ. ამ გოგონას ისტორია პირდაპირ თქვა რაღაცა შემზრა, იმიტომ რომ იმდენ რამეს აზიარებდა ბიჭთან ურთიერთობის და იმის დეითებს და რაღაცებს ძალიან შემეცოდა და ძალიან მეტკინა რაღაცნაირად გული რა. ამ გოგონას ხათაშორის თქვა რომ მე არ ვიყავიო წინააღმდეგიო, რომ მიგვეღო ერთმანეთის რელიგიები, არ ვიყავიო წინააღმდეგიო. ნუ უბრალოდ ოჯახს ეს არ უნდოდა და უნდოდა მათი წრის ადამიანი. რას გაიგებთ? რას გაიგებთ ხალხო, იმდენი რამე ხდება, იმდენი რომ ალბათ რომ დაიჭდეთ წლები ვერ მოუყვებით იმდენ რამეს, რაც გაგვიგია, ვიღაცებს გაუგიათ და რო ყვებია, რამდენი რა ეტაპია ხო უბრალოდ. რასაც გადიან ადამიანები, ქალებს რამდენი სატანა შეგვიძლია ხო, აი ხა ვიღაცა შატაპუტოს არ იყო ძალა იმის, რომ რქებით გაეტანა თავის საყვარელი ადამიანისადმი გრძნობები და დატოვა ეს გოგო ესე გამწყარებული და გაუბედურებული. თუმცა მე ვთვლი რომ სულაც არ არის გაუბედურებული, იმიტომ რომ კი ძალიან დიდ რამეს გადის და ძალიან მძიმე ეტაპი აქვს, რა თქმა უნდა, უბრალოდ გადარჩა, იმიტომ რომ ეგეთ ოჯახში რო ფეხს შედგავ, უნდა იცოდე რომ რაც უნდა დედას ის უნდა აკეთო რა, როგორც მათ ტრადიციებს შეეფერება, მათ სარწმუნოებას შეეფერება, ამიტომ ფიქრობ რომ ეს გოგო გადარჩა რეალურად და მე რაცა მალია კომენტარებს ნახულობ ხოლმე მე მგონი ყველას ეგრე ვართ და ყველა მაგას უწერდა რომ შენ გადარჩი რომ იცოდე. თუმცა ყველა იქვე უწერდა რომ გოგონას ასე მოხსენიება არ არის სწორი. რასაც მეც ვადასტურებ რომ არ არის სწორი. თუ დაგაინტერესდებათ, მოკლედ პრინციპში ახლა მივაბავ რავისადმე ამ ფოტოს როგორ ნახოთ ეს გოგონა. ძალიან ნიჭიერი გოგოა, უნივერსიტეტში სწავლობს, საზღვარგარეთ, ძალიან მონდომებულია. კარგი გოგოა მოკლედ რა, თავის ცხოვრებას რაღაცნაირად მართავს. თუმცა ყველას გვეშლება რაღაცეები და მოდი დავაბრალოთ იმას, რომ ძალიან ემოციური ფონი აქვს და ხო, რაღაცა თავისი რაღაც გადაიტანა სხვა ქალზე, მაგრამ უნდა ვაკონტროლოთ აუცილებლად, თუმცა მოვიხსენიებთ ადამიანს, რანაირად მოვიხსენიებთ ამ ადამიანებს. ყველას გვეშლება. მაგაზე არც არის საუბარი. და აქვე მაქვს $2 და 31 ცენტი Facebook-ის გამომუშავებაზე. და ყოველთვის აწერია პლუს მინუს. შესაძლოა უფრო მეტიც იყოს, შესაძლოა რამდენიმე ცენტით ნაკლები. ძალიან მიხარია, მაგრამ რო ვითვლი გამომუშავებებს უფრო მეტია, ანუ ეგ ცოტა მერი ანგარიშდება ხოლმე რა. როგორც YouTube-მა იცის ხოლმე.
ისე მიხარია, აი პატარა ბავშვს რო უყიდი ჩუპა-ჩუპს და გახარებულია და ერთ ადგილას დახტის, აი ზუსტად ეგრე ვარ, ანუ მიხარია ძალიან. შესაძლოა მითხრათ, რომ მე $2 და რაღაც რა არის, მაგრამ ჯერ ახლა ჩავრთე. ჯერ ახლა დაიწყო ეს რეკლამების დადება, რაღაცები, უფრო როგორც სიტყვი არ მოვხოდა. როგორც YouTube-ი. ნელ-ნელა იწყებ, ნელ-ნელა და მე შედეგზე გადიხარ და შრომას ყოველთვის მოქვს შედეგი, მოდი ესე ვთქვათ. შრომას ადრე თუ გვიან აუცილებლად მოაქვს შედეგი. ჩემი დოდონაზე რო ვისაუბროთ, შედეგი მოიტანა და თან ძალიან მოიტანა. მაშინ, როცა აღარ მჯეროდა, რომ ოდესმე დოდონა გავიტოდა რაცა ფართე მასებს იმაზე მეტად ვიდრე არის და არის ძალიან გაშლილი. ეკრანს გულისხმობ ამ შემთხვევაში. რომ რაღაცა თითქოს ვერ შემამჩნია ეს რაღაც ამ დროს ძალიან დიდ აუდიტორიაზე გავდიოდი, ჰოპ, დამირეკა ნანუკა ჟორჟოლიანმა და გადაცემაში მიმიწოდა ეს იყო უბედნიერესი დღე ჩემ ცხოვრებაში. ჰოპ, გვაჩვენე ჩემი ხმიდან დამირეკე, სადაც შემოთავაზეს მონაწილეობის მიღება და ჰოპ, ერთ კვირაში დამირეკე, სადაც უკვე მოთამაშე მიმიწვიეს გვაჩვენე შენ ხმაში და მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი შრომის ჩადების შედეგი იყო ეგ და თან ისე მალე მოხდა ხალხო და მიება ერთმანეთს ეგ სამივე რომ მეთქი ანუ შოკირებული ვიყავი თქვენ გახსოვთ რა ხელა ემოციები მქონდა ხო და ძალიან მიხარია ახლა რომ მონეტიზაცია ჩაერთო და აი გეუბნებით გასმახებული მაქვს მონდომება და ძალიან ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა, მე არც YouTube-ით და არც Facebook-ით, ასე ვთქვათ, არ ვირჩენ თავს, მოდი ესე რომ ვთქვათ, თუმცა დამატებითი შემოსავალი არავის არ გვაწყეს, თუნდაც იყოს სამთვეში ერთხელ. იყოს, რა პრობლემაა? ეხლა როცა მიბმული ხარ, რომ ამით გაქვს შემოსავალი, აქ კიდე სხვა შრომას დებ, გესმით, უკვე დღეში ორჯერ დებ, იმიტომ რომ უნდა ამოქაჩო, ეგრეა. ეხლა ვისაც 100,000-ობით გამომწერი ყავს, პირობითად გეუბნებით YouTube-ზე და იმას არ ჭირდება, ეხლა შენ დღეში ორჯერ დადება, კვირაში და თვეში ერთხელ დებენ და ეს უკაჩავთ. ანუ გააჩნია კიდე რა კონტენტი გაქვს და მოკლედ ხო ხვდებით ხარ რაღაც უნდა ამას ზედმეტი ახსნა და საუბარი. Facebook-ს რაც შეეხება 29,651 თუ 400 რაღაც ნახავ არ მახსოვს ზუსტად გამომწერი მყავს ძალიან ბევრი უნდა მყავდეს მაგრამ ადრე რომ ჩემი გვერდი შეჩერდა და აუდიტორიაზე ვეღარ გადიოდა და არ ვიცი ამდენი და რეპორტებისგან იყო გაყიდული თითქმის 1 წელი ძალიან დიდი ჩავარდნა მქონდა და ახლა მოიქაჩა უკვე კაი ხანია და დაიწყო მატება ყველაფერი დარწმუნებულია რომ იქნება ძალიან კარგად იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვშრობ ამისათვის რომ იყოს ძალიან კარგად ძალიან დიდი მადლობა თქვენი კომენტარებისათვის რაც დამიწერეთ მიხარია რომ გიხარიათ ჩემი სიხარულით ძალიან მიხარია რომ შეგიძლიათ ადამიანს უსურვოთ წარმატება და ძალიან გამიხარდა განსაკუთრებით ის კომენტარები სადაც ეწერა რომ ძალიან ბევრ შრომობ და აი მიხარია ასეთი რაღაცები ძალიან მართლა ძალიან ბევრ შრომობ და მგონია რომ ცოცხალი ადამიანი უნდა იყოს ასეთი ну ზოგს არ შეუძლია კაცო ასეთი გიჟური რითმი და ცხოვრება მაგრამ ზოგადად უნდა იყო აქტიური იმიტომ რომ ამ ცხოვრებაში სხვანაირად ვერ გადარჩები გააჩნია ხა ზოგი სულ არ უნდა კაცო შენ სოციალური ქსელი არ აქვს მნიშვნელობა შენ რითიც ხარ დაკავებული რითიც არსებობ რითიც ცხოვრობ ამაზეა საუბარი და ნახეთ დილის 7:15 წუთზე რომ ვდგები და ხან უკვე 6 ფეხზე ვარ პარალელურად ვემზადები გავბივარ ყველაზე რთული მაგამ ბავშვი არის მარიკოს მომზადება დილით ხალხო ანუ ძალიან რთული ამასი ადრე ბავშვის გაღვიძება 7-ზე უკვე მარიკოს უნდა ეღვიძოს რომ ჩვენ მოვასწროთ სამსახურში თავის დროზე მისვლა და თქვენ იცით რომ მე მეზისხება დაგვიანება არ მიყვარს და ჩემი თავის მადლიერი ვარ რომ ბავშვით დავდივარ
აებხელა ბავშვი და სამსახურში არ მაგვიანდება, კი არა, ბევრად ადრე მივდივარ. პარალელურად გზაში რაღაცა ვიდეოებს ვიღებ. თან იმაზე ვფიქრობ დოდონამ რა თემაზე ჩაწეროს ვიდეო. იქ რა საგიჟეთი მაქვს კიდე ცალკე ამბავი, პატაწუნები, ჩემები, იქ რაღაცა ზემის ამბები, იქ მეთოდური რაღაცების წერა, ყველა დღის და კვირის გეგმები, დასახომიზნები, რა უნდა აკეთო, როგორ აკეთო, ბავშვებს უამრავი აქტივობა უნდა აკეთებინო, აფერადებინო, აძერწინო, ნუ აი არ ვიცი, ხო ხდებით თქვენს. რაც ხდება, იქ რაღაცა კარატე მოდის, უნდა ჩააცვა, იქ ბალეტი, ნუ მოკეთ საგიჟეთში ვარ ჩვეულებრივად. ოღონდ ძალიან მაგარ საგიჟეთში ვარ. მე გამოიქეცი ეს დაძინებული ბავშვი გზაში და უკვე ბიჭები რო აღარ მივარგა, ეგრევე აბა დოდონას ვიდეო უნდა ჩავწერო, მე სახლი, ჩაცმა, რას ვიცვამ, დასაუთოებელი. ყოლითაც კი დავიხალე, არა თუ იმით რო ანუ მე ყველაზე მნიშვნელოვანი YouTube-ის ვიდეო არ უნდა გამოგვრჩეს. რომ ავაწყო, დავამონტაჟო, ამიტომ იდება ხოლმე 9-ზე და ნახვები არ აქვს იმდენი, იმიტომ რომ დოდონას ვიდეო, დოდონა მეთქი ბოდიში, ჩემი ვიდეოები YouTube-ის იდება ხოლმე, როგორც ყოფთვის 7-ზე და შესაბამისად გადასარევი ნახვები აქვს ხოლმე, მაგრამ ახლა ვდებ 9-ზე, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ვასწრებ, ამიტომ ნახვებმა იკლო, ეს გამომშვებაზე არ მოქმედებს, მაგრამ ზოგადად ნახვებმა იკლო რასაც ჩვეულებრივად ვიღებ, იმიტომ რომ ბუნებრივი ამბავია. ყველა ვიცით, ჩვენი აუდიტორია რომელ საათებში აქტიური, ხა ჩვენ გვაქვს ხოლმე, ხო, ეს YouTube-ზე სტუდიოში შეხვალ, იქ ნახავ. ხო და ნუ 9-ზე ნამდვილად არა ჩემი აუდიტორია აქტიური, მაგრამ არა უშავს, მადლობელი და მადლიერი ვარ თქვენი, ვინც ნახულობთ. უღრმესი მადლობა ხალხო. არც ის არ მავიწყდება, რომ უამრავი ადამიანი მიასკა და უკვე YouTube-ს ყველა მეორე ვლოგების გადაღება დაიწყო. აი ძალიან ბევრი ვართ უკვე და ემატება აუდიტორია და რომელერც გვიყუროს ხალხმა, ხო, უკვე ძალიან ესე გაშლილები არიან და თავისთავად ხდება ახლა ეს გადანაწილებები. ნუ მე რა და უღრმესი მადლობა ყველას, ვინც მიყურებთ, ვისაც გაინტერესებთ. ძალიან მიხარია, რომ აი დოდონას ვიდეოები არ მოგვაკლო, მიწერთ უღრმესი მადლობა ხალხო ამისათვის. აი ჩემთვის დოდონა არის, რა ვიცი, შვილი მეორე ნახევარი, ვინც კიდე დაარქვით. აი მე ვარ და დიდი მადლობა ამისათვის და სულ ვამბობ, რომ დოდონას ყავს საოცარი მაყურებელი და ამას ვამბობ უკვე წლებია. დიახ, საოცარი მაყურებელი ყავს დოდონას ერთგული, ვინც ძალიან კარგად ერკვევა ჯანსაღ იუმორში და უღრმესი მადლობა ამისათვის ხალხო. აი, სიტყვები არ მყოფნის, ისეთი მადლიერი ვარ თქვენი. და მე სულ ვამბობ, რომ აუცილებელია იყო მადლიერი. აუცილებელია იყო პირველ რიგში საკუთარი თავის მადლიერება უნდა გაგვაჩნდეს. მე ძალიან მადლიერი ვარ, აი ახლა უფრო რაღაცნაირად ორმაგად ვგრძნობ ამას, რომ ძალიან მადლიერი ვარ იმის, რომ შემიძლია ბევრი რამ დავაკეთებ, უფრო მეტიც შემიძლია, მაგრამ რაღაცებამდე ვერ მივედი რა, აი ხელსაქმების სწავლა რომი და ვერ მივედი, ვერ ხალხო. ფულიც რო აი ხა ეგ მეტოს ამწამს და მომცეს ვიღაცამ ვერ მივდივარ, იმიტომ რომ ამის დრო აღარ მაქვს. და როცა მქონდა მაშინ რაღაცებმა შემიშალა ხელი და ასე შემდეგ. უფრო მეტი შემიძლია, მაგის დროც მოვა, ოღონდ როდის არ ვიცი, მაგრამ მოვა. იმიტომ რომ როცა ვამბობ რომ მე ის უნდა ვისწავლო, ადრე თუ გვიან ამას მე ვსწავლობ. შესაძლოა ვერ მივიდე, ვერ ვიარო, მაგრამ YouTube-ით ვისწავლი. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე YouTube-ით, რა როგორ კეთდება, რანაირად კეთდება, ძალიან ბევრი რამ და რაც მე ვერ ვისწავლე ჩემით, ძალიან ბევრი ადამიანი დამეხმარ. აი თუნდაც YouTube-ის ბევრი რაღაც რო არ ვიცოდი, ჩემი ნუკი უღრმესი მადლობა ახლაც პირდაპირ გეუბნები, რომელსაც ყოველდღიური ვლოგები აქვს, ვინც არ იცით, ნუკის ვლოგ, მგონი ასე წერია, ვლოგ. ვაიმე მიშველეთ. ნუკი ჩემ აუდიტორიამ იცით ვინ არის? პატაწუნა მარიამი რო ყავს და უღრმესი მადლობა, იმიტომ რომ აი ტვინს ვუბურღავდი ხოლმე, აუ ნუკ ეს ვერ გავიგე და დაუზარელად მიხსნიდა ყველაფერს.
და კიდე უამრავი ადამიანი, ვინც მახსენა ვიდეოში და ძალიან ბევრი ადამიანი მომემატა მისგან, ჩემი ნანა და იტალია, უღრმესი მადლობა, რომელმაც გამიწია რეკომენდაცია, რომ გადადით, არის ახალი ადამიანი, ვინც შემოაბიჯა ფეხი და მოკლედ, დიდი მადლობა. ასევე კიდე სხვებიც იყვნენ, რომლებზეც მე ვისაუბრე კიდეც ადრე, უკეთ ყველაც გიხდით ძალიან დიდ მადლობას. ძალიან ბედნიერი ვარ და მადლიერი ვარ როგორც საკუთარი თავით, ისე თქვენით და ეს უნდა შეგვეძლოს. მადლიერების გამოხატვა უნდა შეგვეძლოს და არ უნდა იყოს რა უკაცრავად. დიახაც. ჩვენთვის ადამიანები ხარჯავენ დროს, რომ დასხდნენ და გვიყურონ. ამიტომ დიახაც უნდა ვიყოთ მადლიერები. ვალდებულებიც კი ვართ ამის. ძალიან დიდი მადლობა რომ იყურებთ. დღეს მივდივარ ვокზალზე, რაღაცები მინდა ვიყიდო აუცილებლად, რაღაცა ზედა მინდა, რომელიც ხვალ უნდა ჩავიცვა და ვერაფერი ვერ მოვძებნე ხალხო ისეთი და ხაჭრელო პეპელასავით ვერ წავალ პანაშვიდზე და რამე ისეთი ზედა მინდა, სადა უნდა გავიარო, ოღონდ ველოდები უნდა მოვიდეს ჩემი მეუღლე რომ დავუტოვო ბავშვი. მოკეთკობა მითხარო თუ არ წავედიო ხვალ სადღაც წასასვლელია აუცილებლად და თუ იქ არ წავედიო და გადაიდოვო მარიკოს დავიტოვებო, იმიტომ რომ 10 საათი ბავშვი გზაში უნდა იყოს დღის მანძილზე და ნუ აი ჯერ ისედაც მე ხო ნახევარი გზა უნდა მეძინოს და დახოცილები ჩამოვალთ ალბათ იქიდან და ბავშვი ძალიან ცოტა, ამიტომ არ ვიცი თუ არ წავიდა უეჭველი ბავშვს დავტოვებ და თუ წავიდა რას ვისაუბროთ. მოკლედ ესეთი ამბები. კოცნით დიდი მადლობა რომ